გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. ოფიციალური მისალმება. საკაიფოდ ხარ, ხო? მაგრად. რამდენი ხნით ხარ აქ? ცოტა ხნით ვარ ჩამოსული, ჯერ 5 დღე ჩამოვედი, მაგრამ უკანა ფრენის ბილეთი ჯერ არ ამირია, იმიტომ რომ ვიცი შეიძლება გადამედოს კიდე გამეწყდა. ეგრე იქ. ანუ 5 დღით არ ხარ ჩამოსული. ხარ ჩამოსულიოსა, უკანა ფრენის ბილეთი გაქვს 5 დღე. 5 დღეს ვიცი რომ შემინება არა, ხო იცი ახლა, აი ჯერ ადამიანოსებია რომ ანუ აქ ჩამოსული ვარ და მაინც ნუ რა თქმა უნდა გუშინში მცნობს ხალხი ვიღაცა ნუ საქართველოს პატარაა და მაინც გაიგეს ჟურნალისტებმა და ნუ მოკლედ მინდა რა თქმა უნდა ყველასთან მივიდე, მაგრამ მაგის დრო არ მაქვს რა, ანუ რაღაც საქმეებზე ვარ ჩამოსული და მადლობა რომ სიაში მოვხვდით პირველები. გენაცოლეთ, ხო? ხო, თან მოსვლა არ დაგჭირა, ჩვენ დაგეცით. ხოდაშორის გიყურებთ და მაგრები ხართ. ვა, ჩიგარი ხარ. სხვათა შორის ჩვენც გიყურებთ. და შენ უფრო მაგარი ხარ ხარ. მაგარი ხარ შენც. ეს გავცვალეთ. დღეს აღმოვაჩინა რომ ჩემი შვილი არ გიყურებს, იმიტომ რომ სად მიდიხარ რომ მკითხა ესე ადრეო და მეთქი მე რა მაშინ დვალი შვილთან. მაშინ თუ ახლავ. საერთოდ ვერ გაიგო. მასაც იმორის ზომა ქონია. რამდენი გაიგო. ჩემი შვილი შენი ფანიერ კი წამოვიყვანიაგერ. ხო და დილით რომ გამოდივართ ეს დგას და ფურცელი მომაკ, პასტა მომაკ, ელენთა მომაკ. ელენთა რა გინდა რომ გამითიშოს. და პატარაზე რომ გაუთიშოთ ბავშვს არ ვაწყე. ჩვენ ვიმეგობროთ ძმა. სხვებს გაუთიშოთ ჩვენ ერთად. ეხლა სანამ ჩაწერას დავიწყებდით, აივანზე ვიდექით და ცდილობდა რომ ამოსულიყო. ხო. მაგრამ ის არის რა, უჩის მეორე მხრიდან გადმოდიან, არის ერთი ამბავი. ხო, რა თქმა უნდა. მადლობა. ხო, არა, მართლა მაგრად მოახერხე რომ ამდენ ხალხს ხო თავი შეყვარ ერთია და თან აი ეს სპორტი შეგვაყვარე და ადრე გაგვიძება ხო მაგას ხო. ან საერთოდ არ დაძინება და პირდაპირ ხამის. ჯოეთი რა მაინტერესებს, წაი მე ვარ იუმორისტი, სადღაც რომ მოხვდები რაღაცა ჩვენზე ხვდებიან და მე გაჩუმდებიან და გელოდებიან რომ უნდა იხობრო. შენ შემთხვევაში რა ხდება? გელოდებიან რომ უნდა გლიჯო? უხერხულობა რო იქნება, ხო იცი? არა, ბევრი მეუნება აბა აქ დამარტყი. ახში ჩამარტყი. სერიოზულად, ხო, ეხა ინდოეთში ვიყავი, ერთ შვიდი კაცი ცემე იქ რა. ხო. თანები წა. ურტამ ადგილზე ვისული. ტრანსპორტი დავისყე, აჩხუბი არ მინდა, ხვდები ანუ რა მაქვს ეხა. ვიღაცა რო აიყვანო დამწყვლენი. დავხმარე ხო? არა. როგორც ხელი მოაწერე, ესე არ ტყუები. საქართველოში გასაგები ამერიკაშიც გსნობენ ალბათ ხო უკვე? კი, ნუ ეხა ვიცით ამერიკა დიდია, მაგრამ აი რაღაცა ნუ რესტორანში რაღაც მოკლედ სადაც ნუ ქუჩაში ცნობენ რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ დიდია ყველა MMA-ს. ამერიკაში ცნობენ ძირითადად ეხა MMA-ს გულშემატკივრები, ვინც უყურებს MMA-ს, რა თქმა უნდა, ყველა ცნობს ახალგაზრდები ძირითადად, მაგრამ აქ საქართველოში ვიცით რომ ნუ მოკლედ ყველგან აჩვენებენ, პროფილშიც კი აჩვენებენ ჩემს იმას რა ქვია. ხო. ექსპორტი გიყვარს, არ გიყვარს, სხვა ისა. ხო. მადლობის ამბავი. კულტურის სიახლეებში. ხო. თეატრი თუ გიყვარს, მერაბის იცნო. მერაბის დადგმა უნდა იცოდე. კი, არა. და ეხა მე და გიორგი მიდიოდით სერხიო რამოსის სანახავად საქართველოს ჩამოვიდოდით რა. ეგ მაგარი ფანი არის იმის UFC-ს ხო? ხო, სხვათა შორის კი. ხო, კი. ზოგადად სპორტის. კი, ხო, მე უყვარს ძალიან რა და ისედაც მაგარი ჯიგარია, კაი ბიჭი და მოკლედ როგორ იყო იცი მე ხო ლას-ვეგასში ცხოვრობ, ჩავფრინდი ნიუ-იორკში. გიორგი ნიუ-იორკში მელოდებოდა აეროპორტში და მეთქი ცოტა გადაჯდომის დროს ბევრი საათი მქონდა რა მეთქი ბარემ დარბაზში გავალ მეთქი ჩემს ძველს MMA დარბაზში იქ ვივარჯიშებ და არ გავასწენებ თქო რა დროს და მოკლედ წავედი ვივარჯიშე და უკანა გზაზე ტაქსით მოვდივარ და ტაქსი მძღოლი ყავს ჩინელი და ეგენი არიან თუ მძღოლები არიან მაგარი მოწესრიგე არის დისციპლინირებული რა აი ცივი გონებით არ დაარღვევს აი ძალიან წესიერად აი მეშვებიან და აი ძალიან მშვიდობთ თან მანქანა იყო ტესლა რა და ნუ ხო ხტები ხა მაინც ესეთი მანქანა არის და მშვიდობთ ვარ და რაღაცა გლიჯა გვერდიდან მე
დაუტრიალდა ჩვენი მანქანა და სხვას დაეჯახა, აქეთ გამოვარდა კიდე სხვას და მოკლედ ესე აირბაგები გაიშალა, ვერ მივხვდი რა მოხდა და ნუ ეხა ვიცი რომ ეს სანამ ეხა პოლიცია მოვა, სანამ ეხა ეს თუ გამოვა ჩემი ბარგი უკან ჩადებულია, არც ვიცი რა, იმიტომ მანქანა დაიჭეჭყა რა, ხო ხტები და არის თუ გავაღებ არ ვიცი და დავიწყე ვიდეოს ჩაწერა რა, ნუ რომ ასისტენტი იყოს, რომელსაც შეიძლება მივხვდი რომ შეიძლება ის ფრენა გამემაზა რა და ინგლისურად ჩავწერე ვიდეო რომ მეთქი რომ მივხვდეს რა ხდება რომ და ბილეთი აიღოს ან რაღაცა რომ ან გადაცვალოს ან რაღაცა და მოკლედ თან ის ვიდეო გავგზავნე გიორგისაც რა. ნუ გიორგიმ დადოვე რა თქმა უნდა Instagram-ზე, Facebook-ზე და მოკლედ ეს ამ იმაში ვარ რა, რაღაცა მოვიდა პოლიცია რაღაცა უთხარი რაც იყო რაღაცა და მე ახალი ტაქსი გამოვიზახე და უკვე SMS-ები მომდის, ზარები მე რა როგორ ხარ ბიჭო, კარგად ვარ, ყველაფერი ვიდეოში ჩანსო, დავდივარ, ლაპარაკობ, გადმოვედი, ყველაფერი იგზია რაღაცა, ნუ და რომ ჩავედი უკვე ძალიან ბევრი SMS-ი მომდის რა. და გიორგის ეუბნება ბიჭო შეხედე, აი ამას რაღა უნდა ეხა არასდროს არ მოუწერია, აი რაღაც წერს ხო ხედავსო კარგად თუ არა. ხო და მოკლედ ძალიან იმას შემაწუხეს რა, ხო კარგად ხარ თუ რამეა შენ გვერდში ვარ ბიჭო, არ მინდა ძმაო კარგად. მოკლედ და რომ ნახეთ სერხიო რამოსი და პირველი ისიც ავარიაში მოყევი ხო შენო რა. კარგად ვარ ძმაო, აქ ჩამოვედი რა. შეიძლება SMS-ებში ისიც იყოს სერხიო რამოსის და просто ვერ ნახე. ხო შეიძლება. ზუკერბერგმა SMS-ი გამოგიგზავნა თუ მესენჯერი? SMS-ში Instagram-ზე მოწერა. ზუკერბერგის ფანი არის. კი ძმაო. ზუკერბერგს მიუტანე ეს კაცი. რომ მიუტანე და იგი. ის ჰენი შემოდრომი მიუტანე, მეთქი ეს კაცი მიუტანე. არა მაქვს პრობლემა, წამოყვე. ზუკერბერგთან თუ დიხარ უმეგეთა თუ წამოყვე. კი ბატონო. წავიდეთ მოერთად. ეხლა როდის ჯერ თარიღი არ ვიცით, ხო? ხო, თარიღი არ ვიცით, იმიტომ რომ ხო რაღაც ტექნიკური ისენია, ანუ ომალი უნდა იბრძოლოს ამერიკაში, რადგან თვითონ ამერიკელია. მე ძირითადად ამერიკის ხა ნუ ევროპაში ისეთი ამერიკაში უფრო ცნობილი ვარ ვიდეო ევროპაში და ნუ ჩვენი ბრძოლა ამერიკაში იქნება ძალიან დიდი და უნდა იქნება მთავარი ბრძოლა და ასევე ხა ნუ მაგრეგორმა ნახეთ ალბათ თქვა რომ ერთ ქარდზე ვიქნებით ჩვენ მაგრამ ნუ მაგრეგორი რა თქმა უნდა ყველა ვიცით რომ სუპერსტარია და ომალის და მეც არ ვართ ის ანუ აქტიური მასში ვართ რა. ხო და ანუ ერთად არ გვაბრძოლებენ, იმიტომ რომ ორივე კარგები ვართ რა და ანუ ცალკე უნდა გადანაწილდეს ხო რომ გადანაწილდეს რა, ანუ ისინიც ცალკე იბრძოლებენ რომ მოკლედ ხო თავარი ბრძოლა უნდა ვიყოთ, ამერიკაში უნდა ჩატარდეს, აი მან ის ახალ შემორო. ქალაქი ჯერ არ ვიცით? კი, ანუ თუ ჩატარდა სექტემბერში მაგ მედისონ ებოდაში ატესპერ ლას ვეგასის სპერო რო გააკეთეს მაგ და თუ ჩატარდა ნოემბერში იქნება ნიუ-იორკში მედისონ სკვერ გარდენში და ამიტომ საჩქარო არაფერია, უბრალოდ როგორც კი ჩავალ აქედან მან იყო ასოები ჩამქრალი, მე რო ვიყავ მედისონ სკვერ გარდენში. ხო, 9 წლის წინ. ხო, ღამე რაღაცა რო ციმციმებს მედისონ სკვერ გარდენი ხო არის ამთებული და რაღაც ასოები ჩამქრალი იყო. რომელეს მაგარა მეწყვება და ის მაგარს ეკითხება და მე მეძახი გაჯავში ამას ხოდეშორი მაგარი რაღაცა იშო მაგარი რაღაც დაახვედრეთ აი გრალიდან ეს საგინაშვილის არის ბიჭო ეს ხო იმ შენმა გიორგიმ ყავისჭი საგინაშვილი თურქული ხა უყურებს გადაცემას და გონია რომ გაუწყლოვანება ფაქტიურად დასალეკა სარწყავის ხალი შემოგვიდა და ბოლოს ვიბანავებთ მაგაში. კი, ესე თუ გაგრძელდა. მე რამდენი ხანი რაც ამ სპორტით დაკავდი? 14 წელია 2010 წელს დავიწყე ბრძოლა, უფრო 2009-ში მქონდა ერთი ბრძოლა, მაგრამ მანამდე ჭიდავდი. აქ დავიწყე სხვათა შორის, აქ 10 ბრძოლა მაქვს ჩატარებული საქართველოში და ხო მე წავედი იმაში, ამერიკაში უკვე გამეგზელებინა. და ხო აქ დავიწყე, აქ ჯერ აქ ჩუმოვდი. ხო, ამერიკაში თავიდან შენი ვიდეოებიდან ვიცით რომ თან მუშაობდი, თან ვარჯიშობდი. კი. ხო და ესეთი სამოტივაციო ისტორია გაქვს. კი. ხო და მაგიტო ვცდილობ რომ გავზიარო ხალხს, რომ ანუ ყველაფერი შესაძლებელია, არ უნდა დანებდე და უბრალოდ თუ რაღაცი გჯერა და თუ რაღაცა გინდა გამოგივიდეს,
თავი როგორ მოინდომებ რა თუ რაღაცა გულით გინდა გამოგივა აუცილებლად აი და აქაუ დეველოპერულ კომპანიებს უნდა უთხრა რომ ამათმაც დაიწყონ ჭხუბი არა გამონაკლისებით არა ხა ამას რაც არ უნდა გულით უნდადეს რომ ვებსიტში რაღაცას მიან მერაბი ამბობს რომ თუ გულით გინდა ყველას ცემა შეიძლება აი ხა სხვაგან მიდიხარ ძმა მე არ მეთქია სხვაგან მიდიხარ და მოგხვდება უყურე ეხა ცემა და იქ ხა რა ქვია აკრა შენ თონდი კატეგორია ის მე მგონი აქ ხალხი რო გხვდება რაღაცებს არ გთავაზობს აქ ყველა პატიჟებს დასალევად რა ყველა წამოდი დავლივოთ ერთ ჩიქარას გიზავს რა ხოლო ისეთ ერთი ჩიქარას გიზავს 2 მილიონი ჩიქა რაღაცას დაგმარტე ხო აი ერთ ჩიქარას გიზავს და ესე მე გავხდები მე ეს ბოდიში ბიჭო თან შენ შემთხვევაში მე მოვიმატ 2 კილო არაფერი შენ შემთხვევაში სხვა წოვით კატეგორიაში გადადიხარ და უფრო დიდ მოტროკებს და უხდამე ამათი ერთი čikis გულის ხო კი კაც არა გადასვლას არ čik ვიჩხუბებ არა პრობლემა მაგრამ გამლახავენ თორე რატო თორე არა იცი რა არის ანუ კიდევ ვიძახი რა ანუ რომ გამოთრებით თუ დათრებით თუ ალკოჰოლი რა თქმა უნდა მოგადუნებს და მე რა თქმა უნდა მეორე დღეს ისევ ვერ ვარჯიშობ და ნუ რა ვიცი ჩემთვის ცუდად მაქვს ყოველ შემთხვევაში რა და მე შემნია ვიყო ეს ჯანსონ უნდა შეეჩიო ხეგეს ესეც ვიღაცა ჩაგეხუტა ხო ხო მაკიაჟი ოლიმპიური ნაკრების ექიმმა თქვა ჩვენმა რომ პირიქით ანუ ღვინო ითვლება იმად დოპინგად ხო მე აგდებს იქ რომ დოპინგად ითვლება იმიტომ რომ ღვინოზე უფრო ფიზიკალებს აფარდება აი კაცო ეხლა ბძოლის იტუ დალიედი ერთი ბოთლი ყო გეტყობა ვიღაცას ამოუგდეს და ამან ძალიან ბევრი ღვინო თალიავა რა ის ღვინო არა სამ აი გამოწვევენ არა მგონია რომ ღვინო დოპინგში ამოვარდეს არ ვიცი ანუ ამოვარდება დოპინგი ოფიციალურად ოლიმპიურ სახეობებში კი როგორც აი გემეგეთქვით ახლა ანუ ჩემი მეგობარი ჩვენ UFC-ში ზოგადად ესეთი უსადა ყავს ამერიკის ანტიდოპინგური კომპანია გვამოწევს და ანუ ეხლა მე აქ რო ვარ საქართველოში მაქვს მისამართი მიცემული რა შენც ნებისმიერ დროს შეუძლია რომ დაგადგეს კი და ნებისმიერ ქვეყანას სადაც მიდიხარ ინდოეთში ვიყავ მაგას უთხარი რომ ამ სასტუმროში ვიქნები რომ რაღაცა ეხლა დაუშვათ თუნდაც ამერიკის სხვა შტატში მივდივარ რაღაცა მეუბნები ჩემი სახის მისამართი იციან ჩემი დარბაზის მისამართი იციან რომ მივლენ სახში და დაუშვათ თუ გასული ვარ უნდა ვიყო სახში 9 საათში, ანუ 1 საათი მაქსიმუმ. მაგარი იქნებოდა, გავდივარ, შარდი უნდა დაოთო. მასე არა, სხვათა შორის. აი პირველად რომ ნუ გავაფორმო UFC-ში კონტრაქტი და ნუ მოვიდა დამადგა დილის 6 საათზე გამაღვიძეს რა, იმიტომ რომ ეს 10 მილიონი ისტორია ამაზე რა. არა, იმ კარებზე ბახული, ვინა რა უნდა, ჯანდაბა არავინ არ მოდის ჩემთან, არავინ არ გასტუმარია და მოვიდა ვიღაცა კაცი შემოდნით რაღაცა იმითი ყველაფერი ხო და ნუ უსადა კაი გასაგებია და ნუ დილით იმიტომ მოდიან რომ ეხლა არ უნდა მოასწრო რომ ტუალეტში გახო თორე მე უნდა გაიჭყიპო წყლით რომ კიდე გახვიდე რა ხო ხტები თუ მოასწარი იმას დილით ადრე მოდიო გაგახვიძონ რა და სავსე შარდის ბუშზე რომ მოგისწრო ხო როგორ ზრუნავენ ხადა ყოფილა რომ მოსულა და შოა ვარჯიშზე და ეხლა ვარჯიშის წინ რა თქმა უნდა აღარ დავცლი შარდის ბუშს ხო და მე ვარჯიშობ მე მით უმეტეს ოფლი გამოგდის ჭიდაო ბოქსაო რაღაცა მოვიდა უსადა ხშენი დედა და გამოდიხარ უნდა დალიო 1.5 ლიტრა წყალი რომ ხო რაღაცა და მე კიდე ხო და გელოდება ის არ მიდის რა ხო დარბაზი დაიკეტა რაღაცა ყველაფერი შარდის ხამი ვიდიო აკეთი კიტრო და გრაკნა არა ხო და ეხლა რა ვსწრებოდი ხო და დაგადგა დილას გამოწმებენ ხო პირველად დამადგა და ნუ შევედი ეხლა მომცა ის არა ქვია ნუ ჩემ ამოიღე სამი იმას გაზდებს რა ესე მუყავს ხუთს რა და შიგნით არის ყველაფერი ამოირჩე რომელიც გინო დაადეხე რამე შემომეცი რომელიც არის ესე აკეთე ხო რა და მე შეიძლება გახსნა ეს აი ყუთს აქვს თავისი ნომერი შიგნით ორი ის არის ბანკარი რომელსაც ეჭირება თავსახურს ნომერი აქვს ბანკას ნომერი აქვს ზემოდან კიდე ეტიკეტი ეკრება იმას ნომერი ხო იგლუქება და აი იმ ყველაფერს თავის ერთ და იგივე ნომერი უნდა შეამოწმო ეს ორი ბანკარა ერთ
კოპიოს შეგიტოვე. სხვა ბანკში როგორც რო დაგჭირდეს. გასაჭირება ერთი კოპიო შეძლებდა. არა, ორივე თავმია. არ გიტოვე, არც მაგას გიტოვება და ხაშოს ხალხი გვაბრაზებენ ეგ ნერვს გვიშლიან ეგ და მოკლედ შენც უნდა აწვანო რა. ერთ გაუსე ნახევარს. ხშირად არის, არა ძმაო. დაჟე ყოფილა რომ თუ ბევრი წყალი გაქვს დალეული რა. მე დაამოწოდა რაღაცა 2 მოკლედ 3 უნდა იყოს და თუ 2 თუ 1 რაღაც თუ ბევრი წყალი აქვს დალეული, ანუ ის შარდი ძალა არა აქვს. შარდი ძედა უნდა წყალს ხო, წყალს. არა, უნდა მოიცა. გახედავს და გააფუჭა. ეს რა საწავიო. და შარშან შარდი ქონდა. ანდრე კაი იყო და ეხლა რატო გაეგრე მოსპეს რა. ამბობს წყალსო და მე გეუბნები აი თუ რა გაციებული თუ იყავი რა წამალი გაქვს დალეული თუ რამე ვიტამინი გაქვს თევზის ქონ. ო უნდა ჩამოუწერო რა ყველაფერი და ანუ ეუნები რომ რაღაცა და მე ხა UFC ამ ბოლო დროს გვაძლევს ვიტამინებს რა ანუ აბებს რაღაცა თევზის ქონს, C ვიტამინს რაღაცა გლუტამინს რაღაცები რა. თვითონ გაძლევენ ამა? თამაზე მე აზე არა არასდროს ხო და ანუ რაღაც ელემენტარული ვიტამინები რა ყოველდღიური supplements ხო და მეუნება აი რა გაქვს და მე არ ვიცი იმის სახელასაც მაძლევენ ვიღებ რა იმას ეტყობა ეს კაია და მაგითო ჭირდება რა ხო და მე ეგეთი როჟა ვარ და მოკლედ ვერ ვიცოდებ რა მაგაც სახელს რავი ხოფთები და მე არჩ მაგაზე სამკე წვალობ კიდე ცალკე ისტორია მოკლედ მოვიდა ეს უსადა პირველად და всё ნაშ ჩავაბარო შარდი კაცია თუ ქალი კაცია კაცებზე და ქალებზე არის ქალი ხო და ქალი ხანდახან ორი მოდის ერთად და კაცი შარდს იღებს და ქალი იღებს იმას ძირითადად ქალების სისხლის ანალიზს როცა ეგ იშვიათად და მოკლედ ну მომცა ეს ბანკა ჯერ ერთ ბანკას გადავდა მე ორი კაფსულა იმაში სათათმე გადაანაწილო რა ეს ერთი მასე მოკლედ მომცა ეს ბანკა შევედი და შემოვიდა ეს აი ხა როგორია ვიღაცა გიყურებს კაი არა უშავს ეხლა რა მოხდა ნუ და დააჭერიო ბანკა და ეგ უყურებ რომ უკვე მოვიხედე მეთქი არაფერი და უკვე რომ ჩემ წინაო ბიჭო მეთქი რა მოვთხრა რა ბიჭო მარტო ძალიან უხარ და ბანკას უნდა დაომიზნო ისიც გიყურებს ხوازე ხარ ანუ იდეა რა გაშტერდებოდა მეთქი შემოდა შემოყრიანდი რა ხوازე არ და ჩენი რო არის აი გეტყვი აგიხსნი ხა ხო და არ მინდა რომ ხوازე ხე მე უხერხულება ეს მივხვდი ხარ უნდა მეთქი რატომ იყურებ ზმა ხო და არა ეგო არასი წესიაო რა და ანუ წესი თუმცა რატო ანუ სპეციალურად იყიდება კამრები რომ სხვისი შარდია ხო კამარია და დაჟე კამარი და შარდიც იყიდება დაჟე ის პენის გავს რა ის რაღაცა და კაროჩე დაჟე ტემპერატურას ინარჩუნებს როთვილი ხო რა და ანუ ეხ უკიდან თუ შევერ დაგინახოს რა ხوازე ხარ სხვისი შარდი გამოიყენო რა არის გარისკო თორე მაგას იყიდი არა სუპერ ჩაასხამი შიგნი ბენზინს გამაგატანა იქიდან რეკავენ გაგიჭებულები რა დაგიეჭე ხო დაჟე თხოვს ეს ბოლომდე აიწიეს ჩაიწიო და გაროჩე ეგეთ ხო არაფერი არა ბიჭო აქ არ ყოფილიყარ ნარკოლოგიურში აქაც ეგეთი პონტი არა აქ მოქცევა შეგიშვებენ და აქ შეგიშვებენ მაგრამ კამერა გიყურებს ხო არა ეგეთი არა კამერა იქ ჩართული და გიყურებს მე ვიყავ მეც სამსახურის სამსახურში იქ მომთხოვეს და ეგ ჭიანურია იმიტომ ადრე ეხა მე ჯარშიც ნაყოფი ვარ აქ და იქაც მომთხოვეს და რაღაცა და ანუ სხვა არ ვიცი მე ანუ მაგრამ დაუშვათ ხო იცი ბევრი მოკლედ იქ შეგეტანა ბუშტით პარკით რა ვიცი ისინი რა კი რუსეთის ოლიმპიელებმა გიტო გამოაგდეს რომ მაგაზე იმონობდნენ მაგ რუსეთზე ხე კიდე გამახსენდა რა ხო მოგიყევით როგორ ხდება ამერიკის შემოწმება და იმენა გიყურებენ და წესები აქვს და რაღაცა ესეთ და ეხა ჩამოსული ვარ მეორეჯერ ჩამოვედი საქართველოში ნუ მე ხო 6 წელი ანუ 6 წელი ემიგრაციაში ვიყავ ისე რომ არ ვიყავი და მე ნუ ჩამოვედი წავედი და ისე ჩამოვედი და რა თქმა უნდა მიცემული მაქვს ამ მოსადასთვის ეს ჩემი ნუ აქ და აქ ვიქნები ჩემი ძის მისამართი მაქვს მიცემული და მირეკავენ რომ პროფესორ ლიანა ჯოჯოა მირეკავს რომ უსადა არისო ჩამოსული ლიანა ჯოჯო UFC-ში ხო იყო და უსადა ჩვენც ხო ჩვენი სტუმარ ხო და ვერ გაგნებენო და მე მისამართს მოგწერო და აქ ვიქნებით და მოდიო რა
მეთქი რას ვერ მაგინებენ ახლა რა არის მიუგნებელი ახლა ანუ ხო და მოკლედ წავედი რა მივედი და გაიჩნდა რესტორანი ახლა მეთქი რესტორანში რა გვინდა ხოაზი ხარა ანუ უსადა სახში რომ მაგდა რესტორანში შევედი ლიანა ჯოჯოს აქ კაჩი ის სუფრა გაშილი ხინგალი ხაჭაპური ეს უსადა წარმომადგენლები იყვნენ რუსეთიდან რა ქალი და კაცი კაცი ჩემთვის ქალი ლიანასთვის და ლიანა ქართულ ზიგრულ პონჩი ან სუფრა გახინგალი ისე ჯამენ უბერა მერაბი მოვა არა და წესით არა აქვს უფლება ხა ის ოფიციალურად ამერიკაში მაგას არის იზავს რა ის ხოაზე ოფიციალურად მოვას თავის საქმეს გააკეთოს ჩარს აიღებს წავა რა თავის ბინზურს ბინზურს სუბტად გააკეთოს და წავა ხო და ეხლა ნუ მოკეთ ამ სუფრაზე ეხლა დამპატიჟე არა მეთქი მე მომშარდა წავა სუფრიდა გამოვიქეცი ერთი მელოდებია იუფსის სუფრაზე ბიჭო რა მაგარი პროზა არა მე მოვსწავდა გასხოვებული მიაწოდეს და იქ სუფრაზე ვთქვი გავალ მეთქი მომშარდა და მოღწევ სადაც ვიყავი რა აქ მივედი და არა ხონობით და მოკლედ ეხლა თემა არის ესეთ და ეს ტიპი არც ამდგარა რა ეს რუსეთიდან წარმოსული უსადაც წარმომადგენელი ხო და მომცა ეს არც არჩევანი შემოთა მომცა კიდე მაგრამ მიდი ძმაო იმაში შედი ტუალეტში და მომიტანეო გამიკვირდა მეთქი ესე თუ ამოწვევთ მეთქი არა ესე თუ ამოწვევთ მეთქი რუსეთში მაგრად ყოფილა იმიტომაც გაგდე ხო რა როცა ემზადები კონკრეტული ვისაც ხვდები იმისთვის სხვანაირი მომზადება გაქვს არ გეტყვი მე მაგას კი რა თქმა უნდა ეხლა მაგალითად ბოლო მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იყო ყველა ვიცით რომ ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში და უფრო ჭიდაობაზე მქონდა გამახვილებული ყურადღება ეხლა ნუ პრინციპში ეხლა ეგ უნდა გავაკეთო ის დგომის მებრძოლია და უნდა ვიჭიდაო მასაც რა მაგრამ შეწყოს ამბისტი ხარ კი მაგრამ ერთ ამას გეტყვით რა ანუ ეხლა აი სამბო კარგია რა თქმა უნდა ძიუდოც კი სამბო ძიუდო კი მაქვს აი იმაზე მაქვს ხო მსოფლიოს და ახალგაზრდებში მაქვს ევროპაზე ვერც ისა ბრინჯაო მაგრამ MMA-ისთვის უფრო ჯიუ-ჯიტსუ თავისუფალი ჭიდაობაა კარგი და რა თქმა უნდა ყველა ეხლა რა თქმა უნდა კინბოქსინგიც, ბოქსიც და აი ყველაფერი საჭიროა. ეხლა სამბო კარგია, მაგრამ აი MMA-ისთვის ანუ კაი სამბის, კაი ჯიუ-ჯიტსუის MMA-ში ანუ ეგ რო ვცოდნო და ჭიდაობის მაგურად ჯიუ-ჯიტსუზე შევიდა. ხო, მაგრამ ნუ მაშინ ხო არ იყო ახალი. მაშინ არ იყო, ხო, არ იყო. ეხლა არის, ეხლა არის. ხომა სადაც გახსნას აპირებდნენ იმალგედას დადგებოდი და რო გახსნე. აი რო გავცე შეკითხოს პასუხი ეხლა რო ჩავალ მაგალითად რა თქმა უნდა სპეციფიურად მომზადები აი მაღალ სპარინგ პარტნიორებთან ანუ ის ფეხზე ძალიან სწრაფია და მოძრაობს და ანუ მეც ვეცდები რომ ისეთი სპარინგ პარტნიორები მიყავდეს რომ ფეხზე ძალიან სწრაფად მოძრაობდები ძალიან ამ ფეხებში ჩარტყმა ისწავლა რომ აღარ მოძრაობდეს ეს ხარ კი ესეთი ხო ამ გაჭირდი რა წარმოდგენა ხო ეხლა ისიც ომალიც სწავლობს ჩემს ჩართული აქვს ეხლა ვიდეოებს და ხო სწავლობს ჩემს საჩიანას მაგარი გაქვს იმაში იმზადა კი ხო და ესეა მოკლედ დღეში რამდენი საათი ვარჯიშობ დღეში 2-ჯერ 3-ჯერ ვარჯიშობ დილით მაქვს დაახლოებით 2 საათი მე 2-ჯერ 3-ჯერ ჭამა ხო არ არის ხო ესეა ნუ საათი ხო დილით 2 საათი მე ანუ სხვა ფიზი სხვა ხო ანუ დილით მაქვს მაგალითად ორ შაბათს MMA კედერთან ჩაყვანები მაქვს რა MMA ვარჯიში მაქვს სამშაბათს დილით სპარინგები მაქვს აი ჩვენ ძოლოდ ბრო და თქმა ერთმანეთს ისე წაქცეულზე არ ვუტყავთ რა ხო და ან ხო ხტები ან ცოტა არ ვიმეტებთ ერთმანეთს რა 4 შაბათს ჭიდაობა მაქვს დილით 5 შაბათს ისე სპარინგები მაქვს პარასკევს დგომში მაქვს კიკბოქსინგი მაქვს შაბათს ისე სპარინგები ანუ შუადღისით მე ფიზიკური შაბათს გვერდსაც მუშაობ სხვა შეს ადრე შაბათს მარტო დილით ვარჯიშობდი კვირას უცენებდი მაგრამ ეხლა ხო იცი ორ შაბათს ხარ რაღაც გამოსდება ხან შეიძლება რაღაც ერთი ვარჯიში გამიცდეს და ამიტომ კვირასაც ვარჯიშობ ხოლმე რა როცა ეხლა მაგათ აქ ვარ ეხლა უნდა ავინაზღაო რო ჩავალ რა თქმა უნდა არც შაბათს გავასწრებ არც კვირას გავასწრებ ცდილობ რომ ანუ აქ ვერ ახერხებ ხო კი დღეში ერთხელ ვახერხებ რა ანუ მაგრამ დაახლოებით 1 წლის წინ 2 წლის წინ
რომ ვიყავი ჩამოსული, ახალი წლის პერიოდი იყო და ხო, მძიმე დროს ჩამოსული. ხო, რა და რამ ჩამოგიყვა. სპორტსმენი კაცი. ხო და ბევრი პარტნიორები არ იყო დარბაზში რა, რომ მიმედი, რა თქმა უნდა ვარჯიში. ნასობები იყო. იანი დრაკონი თუ. იანი მასტერია. აუ იმ ბიჭის სახელი არ მახსოვს, თორე კაი ისტორიას მოყვებოდი ახლა რა. ანზორი. შეიძლება დავრეკო? სახელი რო გავიგო? სასაცილო ახლა. ბიჭო. ხალხს რო ვატო, იმ ბიჭს რა ქვია Warriors-ში რო ვეჭიდავე? ერთხელ რო ხო, გერკულესა. აი. აი სახელი კოდი. ვიღაცა იმას ოფიციალურად ვახტანგი გოჩა რაღაც. ეხლა მოგიყევით რა. მოკლედ ჩამოსული ვარ ახალ წელს. აუდა ერთი პროფესიონალი მებრძოლი ხა ამერიკაში სხვადასხვა ჩემთან ერთად ალეკო საღლიანი და მას დაუკავშირდი რომ აი მე თქვი ჩამოვა ძმა და სულ რაღაც 5 დღით ვიქნები და მინდა რომ შენთან ერთად ვივარჯიშო რომ ანუ პროფესიონალი მებრძოლია და ანუ მასთან პროფესიონალთან როცა ვარჯიშობ ის არასდროს არ აქვს მე დასამტკიცებელი არაფერი და ანუ არ დაგაზიანებს რა ანუ არ აქვს პრობლემა ხელი დაარტყას დაეცეს ან შენ წაგაქციოს ანუ ერთმანეთს უთხილდებით რომ ვიცით რა მომენტში ვარჯიშობ და არ გვაქვს იგო არ გვაქვს რომ აი ხელს არ დავარტყავ ძმაო და მიჩენია მომწყდეს და მიჩენია ხო ხტები ეგეთი არცები არ გვაქვს ხო ხტე ვარჯიშობ რა ანუ იქ არ ზოგავ თავსაც და მოდი ხო ეხა ჩვენი საქმე არის როცა გავალთ ოფიციალურად შეჯიბრზე იქ დავიხარდ ეხლა დარბაზში ვიღაცა მიგებს არ მაინტერესებს მომიგე ძმაო დარბაზში ხო ხტები რა ხო და მოკლედ ზარიან დარბაზის ლომები რა დარბაზში ყველას ხოცან გადიან და იქ ვერაფერს ვერ აკეთებენ რა ხო და ნუ მოკლედ ეგ არა მე ვცდილობ რომ დარბაზში განვითარდე ცუდ პოზიციაში მოვიყოლო თავი იქიდან გამოსვლა ვისწავლო ვიდრე ყოველთვის მქონდეს ის რომ ხო ხტები რა ეგეთი ამბავი მოკლედ ამბიც მივწერე ერთად ვივარჯიშოთ და ამან რა თქმა უნდა დარბაზში უთხრა იქ დარბაზის ხელმძღვანელი ჩემი მეგობარი არის ისიც რა თქმა უნდა და აი მერაბი მოდისო და ჩემთან ვარჯიში უნდა და იმან ნუ რაღაც ხო ის ქართულ პონჩი აუ მე რატო არ მითხარი რაღაცა ნუ მე ხე რაღაც ხერხუში ჩამაყენა რა ნუ ხო გიციო მეც რაღაც მეთქი არა ამასთან კარგად ვარჯიშობ შენ დარბაზში მოვდივარ რა თქმა უნდა რაღაც ხო და მოკლედ მოვიდი ვივარჯიშე ხა ამ ბიჭთანაც ვივარჯიშე მე სხვა ამას მთხოვა იმასაც ვივარჯიშე იმასაც და აი ამ ხელმძღვანელი ვინც იყო ამ დარბაზის ხო ამა მითხრა მე YouTube-ის ჩანელი გავაკეთებო და მოდი ესეთ ვიდეოს გავაკეთებო მაგარი რეიტინგი ექნებაო რომ მერაბი 5 მებრძოლის წინააღმდეგო რა და ეს იქნება ჭიდაობა მარტო. ნუ ეხა კაი მეთქე დავთანხმდი და მეორე დღეს ჩორე ვარჯიშის მერე ვეჭიდავე ერთს ნუ რაღაც კინოლეთი გავუკეთე მალე დამთავრდა ეხა ვეჭიდავე მეორეს და გაიწელა მაგრამ იმასაც მოუგე დაიღალა ის გაჩერდა მესამე აი თქვენი გაბარიტების პროფესიონალი მებრძოლი იყო იმასთან ძალიან გამიჭირდა მომიგო კარგად მაგრამ მე არ ვნებდი თქვენი გაბარიტების ოღონ პროფესიონალი ვიღაც ამართ გამიგდოს ხო აი მესამესთან ძალიან გამიჭირდა მეოთხესთან ადვილად გავედი ფონს მაგრამ ეხა აბანე ხო 14 იღებს რა ყველაფერი და მე ხუთე შემოვარდა ეს ჰერკულესა რა მე არ ვიცი სახელი უკვე გასაგები ხო მოკლედ აი როგორ ვაგიხსნათ აი სოფელში რო ჯანიანი ბიჭი არის რა აი ესეთი ცოტა საშუალო ტანის და ესეთი ჩამსდარი და ყველა რო ეუნება აი შენგან შენ რაღაცა სპორტული მონაცემები გაქვს იმიტომ რომ აი დიდ ხესო გაიდებ და აი ხო ხტე ყველგან მიგაქან ყველაზე მძიმე ქვასო წევ და რაღაც ეგეთი ჯანიანი ჯანავიკი ხო ვიღაცა მურჩია რომ ხო აი ეგეთი ბიჭი და ვიღაცა მურჩია რომ შენ აი მიდი ძმა MMA-ზე ივარჯიშე მაგრამ აი რო შემოვარდა ტიპ ეგრევე მივხვდი რომ ეს არის პროფესიონალია და ვიღაცა ანუ ხო ხტები აი ეთყობა თვალებში რა ეხა ხო ხტები რომ რა ისა აქვს რა განზრახვა ხო რა мотиваცია აქვს ხო და აი ხა ჯერს ყველასთან თხილად ვიწყებდი რა თქმა უნდა ამ ჭიდაობას მაგრამ ზოგადად ისე ვარჯიშობ მაგრამ ნუ ეხა ამასთან განსაკუთრებით თხილად ვარ რა ნუ ეგრევე ფეხებში წამოვიდა და მე კისერზე გადავედი ნუ ეს სისტემა დაუშვა დიდი რომ კისერი აუღია ჩაოლებად ეხა უკვე თითქოს ნუ ისა ნუ ჩავწექი დაბლა და უჭერ კისერს და ეხა მე თან ბოლომდე არ ვიმაშვები რა არ ვიცი გონია რომ ეხა დაარტყავს და ხროტინებს რა რა მოსაყოლია ხო რა მახსოვებელიც უკეთებ და
და ველოდებ და ეხლა თუცა შეუნელე ეხლა ველოდები რომ დაარტყას და ხო არ მაქვს ხო სიტუაცია ხო რა ვიცი რა დაესიზმა რა რემბო სერია ნახა რაღაცა ხოტები რა კინოებში რომ ბოლოს რაღაცა კრატი დაღდგება რა ვანდამი აი რაღაცა ჩატრიალ და ესე უაზროთ რა და ანუ დავტრიალდით ორივე რა და გადავარდით და ტატამიც იყო აი ხმელი რაღაც კარატის ტატამი რა რბილი არ არის რა და აი ბეჭი დავეცი მაგრამ ისე მოხდა რომ ეს ლავიწი ეს ამოვარდა რა ანუ ეს რა არის ხანი ერკულესა უძახე შოიმე და ცხოვრებაში ტრამვა არ მაქვს რა აღებული და რაღაცა ვახ ვიცი ეს არჩევში დაიტოვე ესე მოდი გაჩვენოთ ნუ გვაჩვენე მეორე ხალხს ხონა გაჩვენოთ ой ეს ვარ უი დედა აქ ხოდა აქ ნახე ჩაოლებდოთ რა ეს საკაიფო ეს მე ვარ მიდი ჰერკულესასთან ესეც გაიგო და იგივეზე დაგისვავს მის მე ჰერკულეს არავის არ უნდა მოვიდა მედიცინა მე მოვიდა მე რა ხარი მოტეხა და სია გრაბლები ვიჩხუბები ხა ის ამას ხო მე ხარი ჩემი მულტია კაცო ამას ეს მე ჰოსპიტალში გავუშვი მე და უნდა მოგეგუდა მაგარი ისტორია ადრეც მაქვს ხო UFC-ში დავემართა ერთ ცოტა ადვილად მივდიქი მაგრამ მაგნარი არა ანუ ატრავა არ მემიღია მაგრამ ხო და მოკლედ ეს ჰერკულესა იმ დღის შემდეგ დარბაზში აღარ მოსულა რა კი დაამთავრა კარიერა ჩემპიონად წავიდა რა რა ვიცი ეს ბრძოლა ჩატარებული და ისიც გამარჯვებით დაამთავრა ერთი შემეცოდა ეგ კიდე ადრე ანუ ეხა კიდე როგორც ეხა თქვი მე პროფესიონალი მებრძოლები ვარ არაფერი არ გვაქვს დასამტკიცებელი ეხა ანუ სპორტსმენ ჯერ ერთი დარბაზში იხარჯები იქ ხო ხტები მეგობრებში ხო სავარჯიშოდ ნუ არაფერი ეხა ხო ხტები როცა პროფესიონალი ხარ ტელევიზორში ჩხუბ ქუჩაში რა გაჩხუბებს ხო ანუ რა თქმა უნდა არ გაქვს პირიქით რა მაგრამ მანქანი ვსურვებ აგონკავებ ხოლმე და ახლოვით იგივეა რა ქუჩაში რა დადი რალიზე იტანტობა ხო და ახლოვით ხო ეგეთი ხო და ანუ ის თქვა მინდა ანუ ისედაც არაფერი ერთმანეთს მაგრამ როცა ბრძოლობ ეხლა რო ვიცი რომ ეხლა მაგათ ომალი ჩემზე ვარჯიშობს მცემოს რა თქმა უნდა ეხლა გავდივარ და უნდა ბრძოლა სპორტია ესეთია რომ უნდა ვიბრძოლოთ და არაფერი პირადული რა ეხლა მიხედავთ ხანდახან კმეთ ერთმანეთს ხანდახან ერთმანეთს ვაქილიკებთ რაღაცა არაფერი ისეთი მაგრამ ხო ეხლა ბალეტი ხო არ არის ხო სპორტი ესეთი სპორტია მოკლედ UFC-ში დამეშა პირველი ბრძოლა და ჩემი მოწინააღმდეგე არის 37 წლის ფრენკი საიანსი, წარმოშობით მექსიკელი. ხო, დაახლოებით 11 წელს ჩემზე უფროსია და ეხლა როგორც თქვით, სწავლობთ ხო მოწინააღმდეგეს როგორი სტილი შევედი რაღაც UFC საიტებზე, ვერაფერი ვერ ნახე, ბრძოლები ნახე რაღაცა, მაგრამ ეხლა ნახო როგორ ვარჯიშობს. ნუ შევედი ინსტაგრამზე და ნუ ბევრი ვარჯიშის სურათები არაფერი არ და ზუსტად უფრო საოჯახო სურათები რა. აი სამი შვილი ყავს პატარა, აი გაჭრილი ვაშები დგანან ერთმანეთს და მასაც რა ეს მექსიკელები ხო ხტები ესეთი. და რაღაცა მეთქი ოჯახის ხო პატივისცემა რომ აი family ის არის ოჯახის კარგი ოჯახის мама არის რომ ბავშვთან ერთად აქ გადაღებული რაღაცა კაი განწყობა დამემართა რა მაგრამ ჩემი მოწინააღმდეგეა რა. ნუ ეხლა დამენიშნა ბრძოლა, всё გავედი მე ვიყავი ლურჯ კუთხეში, პირველი მე გავედი ეხლა გამოდის ეს. გამოდის ეს შევხედავ ეხლა რა და ტიპი მიყურს საწყალი თვალებით რა და როგორც გამახსენდა ეს ამის ბავშვები რა მამა არ მომიტყვა მამა ხო და აი მანამდე რომ აი უნდა ვიჩხუბო ეხლა ხო ხტები ეს ჩემი ის შანსი რაღაც ხელი და მაგარ მინდა რა ხოაზე რა ეცოდი всё აი რაღაცა დაიწყე აი არ დამორჩინე ეგეთი რაღაც ცხოვრებაში ან იმას აქ შენი სურათი ნახე რკინებს ხო და დაიწყო ეს ჩხუბი საჭმო ამ სათხარ წავიდა და მე კიდე ხო გაი წავედით მო არა პრობლემა როგორც კი ბრძოლა დაიწყო ეგრე თავი დამეჯახა ეს რა თქმა უნდა აკრძალულია რა ეს შემასკდა თავი და გამეხსნა წარბი და შევეკარით ერთმანეთს ეგრევე მუხლი გამიტარა მეთქი შენი დედაც რას ვიშო და მაინც ვერ ვუტყი რა ის ბავშვები ნახდათ არ არის ამის და აი სხვადასხვა მაინც ბევრი ვერ მოვარწი რა რეკორდი დავაყარეთ იმ წაქცევებში რა 11 ჯერ წავაქციე და მოკლედ
ესეთი ის იყო რომ მაგის მერე არავის არ ვიცოდებთ ხო Instagram-ზე არ შევდივარ 11 ჯერ აქციაზე გამახსენდა შენზე ამბობენ რომ აი ვაფშე არ იღლები რა ან ფიზიო თუ რა ვიცი ჯანი გაქვს რომ ერთი 9 რაუნდი აი ისე ვისეხარ როგორც მე უფრო ვიხსნები კი ხო რავი ანუ ვარჯიშობ და ვითარდები ყოველ წესი არ ვიყავი მაგრამ მართლა არ იღლები თო რავი ბრძოლაში არ ვიღლები ვარჯიშზე არ ვიღლები და ისე შეიღლები მე რა მემართება ლიფტი რო არ არის 3 საათზე რო არის აი ყდება აი ხო ჩემი როცა ეგეთ მე პირიქით ეგეთ მომენტი რომ მეკდა მეხარია როცა ისე აუ რა დარბივარ ჩემი ცხოვრებითი შეიძლება სიღარულში გაიპარო აუ იმაზე უნდა კითხვა უცილებლად ის შენი ლეგენდარული ვიდეო გაყინულ ტბაში რომ გადახდი მე ხო უღიაბაროთი იმ ტბას ეგ შემთხვევით მოხდა რა მაგრამ ხო მოკლედ ისე ნიუ-იორკში ხო ცხოვრობდი მანამდე და მე ხო ცოტა ქალაქში ვცხოვრობ რა ქალაქში არ ვცხოვრობ არც ბრუკლინში არც მანჰეტენზე და ლონგ-აილენდი ესე დასახლება და თოვლი ჩოვლებრად მოდის და მე ძალიან ცივი ამინდება და მე ის იყინება რა ეხლასაც გაწმინდა მიყრიან თოვლს სადღაც და მე ის დევს ის გაყინული თოვლი მოკლედ 1-2 დღე ის გადაუღებლად თოვდა რა და გვითხრეს რომ აი არ მოხვიდეთ დარბაზში დარბაზი დაკეტეს რომ ანუ იმას ავარი არ მოსვოდა რა გზაში და რაღაცა ნუ ეხლა ამას სხვა რა უნდა გავაკეთო ეხლა სპორტსმენი ბიჭი ვარ უკვე მაგ პერიოდში არ მუშაობ არაფერი და ანუ დავბივარ გარეთ თოვლში რა ერთი დღე ვირბინე, ორი დღე ვირბინე, მეორე დღეს ანუ მივიღე წოდება რომ იქ ტბასთან მივედი და მეთქი ამ ტბაში შევა, არ ვიცი გაყინულებას ჩანს რომ თოვლიადეს რა. და ტელეფონი ჯიბეში მაქვს რა თქმა უნდა და ვიფიქრე რომ მეთქი აი 10 წამიან სტორს გადავიღებ რომ აი მე გახურებული ვარ ხსირბილის მერე რა და ხო და აი ხო აი სპედ ხო ციწყალში შევა რა 10 წამი დავატნო რა ხო 10 წამი შევა ციწყალში და ჩავისმე ჩემ სპორტურზე და გამოვიქცევი სახში რა დავდე ეს ჩემი ტელეფონი ესე დავდე თოვლში და მიღებს რა მე ხა შეო გავიხადე და ფიქრობ ხა იმაზე რომ ეს ძალიან ღვაწლა არ არის რა ესეთი ნაპირთან მიდას ეკუთვები და ფიქრობ რომ ესე ტექნიკურად ჩავხდე რომ ანუ რამდენი ფიქრია ეს მაგ ეხა უნდა სასაცილოა ის ხა წყალი ხა კი მართლა თოვლი მგონია მაგრამ მაინც ცივი ხო არ ეხა თოვლია რაღაცა და ფიქრობ რომ ეს პირველი ცივთან წყალთან შეჯახება ნუ როგორ ვიცი და აი ამაზე ვარ რა ეს უფრო ფოკუსირებული რა ხო ეს ტექნიკურად თავიდან რატო ჩოლებთან შევედი მაგას საკითხი ხა მithumetes სიწყალში შედიხარ ეხა ფუნე ჩახდა ხო ეხა ისეთ ციტი ცივია ეს მოძრავა არ მიდახ ხო ზეა პეთქე ხა ის ხოაზე ხმო პაპურას სოფელში ხდებით რა თავით ხო ის ვეჯიბრებით ერთად ესე ჩავხდები და როარ დამაკანკალოს რა მიდაპი შევა მე მოდ დაგაკანკალოს ხო ეგრე იქ არა უშავს ყველაფერზე იფიქრა გარდა გადაიხირულის თირაღაც და მოკლედ არცაც ხედა და ჩავიშვი და ეს თავით ეს ყინულით ჩავტეხე და ეს ჩამეჭვეს ყინული ხელში და აუ მაგარი და ეგრევე მივხვდი მეთქი რასულელია და ჩანს ვიდეოზე ეგ მომენტი რომ მიხდი ჩანს საკაითო რატო არ შემამოწე და რასულელიო რო წავიდე თავზე ხელი და ეს გაჭრილი კანები ესე აუ ყინულის დედოფალი ყინული და უცებ რაღაცა თბილისის სითხე მოწვეთავს რა ახ მეთქი ეხა ამაზე ნერვულობდი რომ 2 დღე ვარჯიში გავასწინე ეხა მინიმუმ 1 კვირა ხუაზე ხარ ვივარჯიშებ ეხა ვერ ვიჭიდავებ რა სამეფო კარის თამაშებში რომ ყინულის ის მოდის ეს ვიდეო ამოჭერი მე ერთი დაახლოებით 1-2 წუთი ვიზახი რომ I'm so stupid. ეგ ცალკე უნდა დადო მოკლედ ეს შენი მტრები ეს ჰერკულესა ყინული მდინარე და სამშვილიანი მექსი ეგ ისტორია ჯერ არ თავდება რა მაგარი სასტავია ეგ ისტორია ჯერ არ თავდება და მოკლედ ნუ ეხლა რუდეგრე უცე მაიკა რაღაცა და ნუ
სისხლისდან რაღაც აღარ გაეწყობა ეხლა შე მოხდა რა ჩავიცი რაღაცა და წამოდი ხა ვეღარ მორბივარ თავი არ ვიცი რა როგორ მაგაჭერია რა მორბიხარ ლეგაკოლი ხარ მოსიცინე ხო ეხლა ჩემით ვერ გავიკერავ ვიცი რომ წავიდე ჰოსპიტალში და დამადო ნაკერები არ ვიცი რაღაცა მოვდივარ ეხლა არც ისეთი ახლო მანძილია ჩემს სახლიდან ამ ტბიდან რა მოვდივარ და ფიქრობ ეხლა აუ რა შტერი ვარ რა გატო გავაკეთე რა და აუ მეც გამახსენდა ხო მე ხო ვიდეო მაგას შევყურე და ჩემ თავს მე გამეცინა მე რა რომ შევხედე რა ჩემს გვარ დავდო მე ეხლა ტრიან პოსტად ხوار დავდო რა და არ მეთქი ხო იფიქრე სახიო სულელიო მაგრამ ამიტომ ხო ვარ მაგრამ ეს კი ფაქტი არაფერს არ მაგავ რა ხოაზე ხარ და დავდე ძმაო ეგრევე 10000 ფოლოვერი აფრიდა მაშინ 10000 ფოლოვერი ჩემთვის SMS-ები მე რა როგორ აუ ხალხმა მომწერა ხო იცი ყინული დაიდე ძმა თავზე ვიღაცა მომწერა რომ მე ადრე ბავშვობაშიო თავი გავიტეხეო და სახში რომ მივედი და ჩემო მცემაო კიდე მცემაო რა ხواسე ხატო SMS-ო რა და მე ანუ ამას ლიანა რო ყვება არ ვიცით თუ არა ეს ისტორია რა ანუ მაგ პერიოდში ლიანა ჩამოსულიყო სტუმრად იმაში ნიუ-იორკ პირველად მოდიოდა ამერიკაში და ნუ ეხლა ვიცი რომ ამერიკაში ეხლა ესპორტი უფრო განვითარებულია ვარჯიშები შედარებით უფრო სხვა ვარჯიშებია სხვა ეს და მოკლედ აი ეს ლიანას უთხარი რომ თქვი რა თქმა უნდა მე გიმასპინძლებ და არა პრობლემა ჩემ დარბაზში ვივარჯიშებთ ერთად და ესე ნუ ესე მეგობრულად ქართულად რომ ერთმანეთს ვერში უდგევართ ჩვენ ყველა სპორტსმენები და ვარ წავიდე მე სავარჯიშო არა პრობლემა ძმაო მე ვარჯიში ჩემი თავი გენდასოს თუ რამე შეიძლება პრობლემა ეგ შენი მხრიდან არის რასაც შენ უძახი რომ პრობლემა არ არის ის არის პრობლემა ჩემთვის მე ხო და მოკლედ ეხლა ამას ლიანა ყვება რა რომ ანუ და ანუ ლიანა ამბობს რომ დედაჩემი მამაჩემი გაფრთხილებული მყავს და ანუ დედაჩემი მეუბნება რომ აი კი მერაბი ძალიან ჭკვიანი ბიჭია და რა თქმა უნდა ობის გაგზელება ხო იბობის გაგზელება და ну ხო რა თქმა უნდა მშობლები შვიდად არიან მერაბისთან მიდიან მერაბი ხო ჭკვიანი ბიჭია რა და ლიანა ეს თავი არ გაგატეხილი ჯე არა ძმა და მოკლედ ლიანა ყვება რომ აი ესე საღამოს ვართო მე და ჩემ სკროლავთო რა ანუ რაღაც ხოზე ხე ინსტაგრამს და პროექტ ეს ვიდეო ამოვარდა და დედა ჩემი ეს არის ჭკვიანი ბიჭია ამასთან მიდიხარ ამისი მეცე ვარ აუ და მე ლიანა რო ჩამოვიდა ვიღაცა მოგწერა ისა მერაბული ის ლიანას მიწერა უფრო მე არ გაყვე მაგას გაყინულ ტბაზეო რა ხო არა მაინც ჩიდობით ყველაფერი ჩვენ მეგობრობა გაგზელდა გზელდება სხვადასხვა შორის და ყველა არ წამიყვანია ის არ ყინულთან ახლო არ ხო არა ხო სოშის ხო რა მივიყვანა მაგრამ შიდობი დავთავდე ლიანა შენგან გედი არ გამოვიდა ერთი თხოვნა გვაქვს ეგეთი იდეა გვაქვს რა რაღაცა ჩვენი ფანჯგუფი თუ ითხოვს რომ ჩვენი ფილმი ქონდა კაცების კინო ქონდა გადაღებული მეორე კინოს გადაღება გეგმავთ ამისთვის გვინდა რომ ჩვენი სტუმრები ესეთი მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავთ ხოლმე იმათ რაღაცა სიმბოლური ნივთზე ან რაღაცაზე ხელი მოვაწერინოთ და მე რაღაც აუქციონივით გავაკეთოთ რომ ამისთვის ფილმის გადასაღებად მოვაგროვოთ ფანდრაიზინგ ხო და ფაფახი ეს ის არის რა მოვიფიქრეთ რომ ამაზე მოგაწერინოთ ხელი თუ შესაძლებელია ეს ამბავი და ხალხს ეთქვინება რომ ნამდვილი ხელმოწერა და ლაბაძე მარიმაიმუნა მე ამას გავყიდით მოთხოვება ამითი ვიყიდით დათო შენგა ოპა მოწერთ აი და მეხმარეთ აბა დავიჭირეთ ზია ხედავ მე ვნახავ რას ვიტყიდებ რთულად იწერება მაგრამ არა ხარისხიანა მაგრამ კარგად იყიდება მე ესე ეგ არის საკაიფოა მომეცი ადვილად დაეწერება უფრო ეს ამოვატრიალოთ ო ჭკვიანური
და ესე მოვაწერე. ბოლომდე ამოაწეროთ ბარე მე მგონი ჯობია. ბოლომდე და ვითომ დუბლიონკა. დუბლიონკის ნაირი სიტყვა გაიხსენა. გაიხსენა რა. აჰა. აცვია. ეს უფრო სერიოზული ხელმოწერა. ეს უფრო კარგად გაიგება. მაგრამ ეს ნაცვალები. მანახე. აია ბიჭო. აი. მოატრიალე, თორე? რაფასებში გაფესები. აუქციონი გააკეთეთ. ხო, მაგას ვაპირე. აუქციონი უნდა გავაკეთო. და სხვათა შორის გამოგიგზავნეთ ლინკს და კაი ფასად შეგიძლია. აი. შენივე. დაგჭირდება რომ გამოდიხარ რა. დათოს ნაწილზე გადავდივართ ახლა რა. უკვე? ხო, ნობა დათო. ჩემი კომპეტენცია. მიხვდებოდი. ეს არის დათოს ჯიმი. ნიკორა ხორც პროდუქტები არის ჩვენი სპონსორი და ჩვენს ყველა სტუმარს საჩუქრად ვაძლევთ უგემრიელეს საქართველოში ნაწარმოებ ხორც პროდუქტებს გემრიელ. ეს ტრაკოულია, მეც კაი ხანია მინდა მაგის. გახსნა. ეგრევე გახსნი. ისა მაგრატელი მაგცა მოღებული. მაგრატელი არასდროს არ გამოგიჩნდა. გასაღებით ვერ გიხსნა, აი გასაღებით. აჰა. ხო? გასაღებით დავაღოთ. სიოც მაიგა. აჰა. მე რომ მოჩებით ჩაკეტა ეს. წამომეხო ეხა პატარა თონის პური. რა მიშლი დახე. მე პურს ავჭერდა. ხე. აი. ნო, ყველა უნდა შეჭამოთ, ხო? აჭამო ბიძიასაც. აი, ორჯერ უფრო მეტად შეუყვარდი დათოს. თორმეტამდე არ ჭამდა. ყველა შორის ბავშვობიდან გიყურე. ვა, რა გემრიელი. ჩვენი იუმორის და მაგარი გიო, კიდა? პოდიზა. ოპა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. სანდო ხელს. ვინმე სვარდა ჩემ მოლაკეს. დადი. ეხლა მაყურებლებიც დაიბრუნდნენ ზემოთ ხალხი. მაგარი გებრიელია, სხვათა შორის რა ძმა, მაგარია. აუ, კიდე ბევრი მოგდავ ჭამო. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. ესეთი კალბასი. ალბათ, მაგო. არ ვიშნებით რა ჩატო. არ ვიცი, ეს იწო რა უმად. არა. უმატარა. მაგას ეხა შეგიწვა მე. ესეთი პუტკუნები გვაქვს, არა პრობლემა. მადლობა დიკორას. დაიხარე. მადლობა შეგიძლიათ ჩადგა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობასთვის, რომ ხართ ჩვენ გადაცემაში, გიყურებთ, გულშემატკივრობთ, ველოდებით. თქვენ კი ვიცით ხო სექტემბერია ალბათ რა, თუ ეგეც არ არის. ხო, ნუ. ან სექტემბერი ან ნოემბერი. ხო, კი. ან ვეგასი ან ნიუ-იორკი. ველოდებით მაგ ამბავს, გულშემატკივრობთ და წარმატებებს გისურვებთ და ქამრით გელოდებით რა. ან ჩამოვალთ, ან ჩამოხვალ რა. ისლამი. აუცილებლად. აკციაშკები არ არის მაქსიმუმში. მე რუსული აგეთ არ ვიცი, როგორ აი ისა. აი რა უკეთია ხოლმე, ქამარი კი არა. დათოს შარვალი ძრება და იცი რა, მაგარი პრესი როცა გაქვს, მე ამას იკეთებ. როაში გაწუხ. გასაგებია. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია, გადავდივართ მომდევნო ბლოკში. გამხიარული კაცი ყოფილა.